მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს ვაგრძელებთ იოანეს სახარების განმარტებას. ჩვენ მისული ვართ მე-19 თავამდე. ჩვენ მე-18 თავში განვიხილეთ იესო ქრისტეს სრულიად უკანონო სასამართლო პროცესები გახსოვთ და სულ 6 პროცესი გაიმართა უფლის წინააღმდეგ, რომლებიც იყო აბსოლუტურად უკანონო. სამი იუდაური პროცესი იყო, ჯერ ჰანა მღვდელმთავარ და ყოფილ მღვდელმთავარ ჰანასთან მიიყვანეს, შემდეგ კაიაფასთან, რომელიც იმ წელს იყო მღვდელმთავარი და თან სიძე იყო ჰანასი. ანუ ამ ჰანას ფაქტობრივად კლანი ჰქონდა ორგანიზებული, თვითონ კი აღარ იყო მღვდელმთავარი, რომაელებმა გადააყენეს მღვდელმთავრობიდან, მაგრამ ის მართავდა ყველაფერს კულისები და როგორც ხდება ხოლმე და კაიაფა მისი სიძე იყო. საერთო ჯამში 5 შვილი იყო ჰანასი მღვდელმთავარი მომავალში. და შემდეგ კაიაფასთან და შემდეგვა მიიყვანეს უფალი დილას გამთენიისას ტაძარში. სინედრიონში მიიყვანეს, რომ ფორმალურად ყოფილიყო ეს ყველაფერი გადაწყვეტილი. ამის შემდეგ ის მიყავთ პილატესთან, რადგან მათ სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს უფალს ღამით, რის უფლებაც მათ არ ჰქონდათ, მაგრამ მათ არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის აღსრულების. რომაელებმა 6 წელს, ჩვენ წელთ აღრიცხვის 6 წელს, როცა მათ პროკურატორი დანიშნეს, როცა მათ გაუქმეს მეფობა იუდეაში და პროკურატორი დანიშნეს, მათ ჩამოართვეს ებრაელებს სიკვდილით დასჯის აღსრულების უფლება, ასე რომ თუ ისინი საკუთარი კანონებით ვინმეს გადაუწყვეტდნენ სიკვდილით დასჯას, მათ რომაელებისგან უნდა მიიღოთ ნება, რომ სიკვდილით დასჯილიყო ვინმე. ამიტომაც წაიყვანეს პილატესთან, გამთენიისას, პილატეს შეხვდა მათ, შემდეგ პილატემ რომ გაიგო, რომ ის გალილეიდან არის თურმე, გალილეველი კაცია, ნაზარეთში იყო აღზრდილი უფალი, გააგზავნა ჰეროდეს მეფესთან, რადგან ჰეროდე ამ დროს ჩამოსული იყო იერუსალიმში პასეხის დღესასწაულზე და იფიქრა პილატემ, რომ იქნება გამოძრეო ამ სიტუაცია, იცის რომ ძალიან ცუდ რაღაცას აპირებენ ებრაელები, იფიქრა იქნება გამოძრე როგორმე და ჰეროდეს გადავაბაროვეს და ჰეროდეს გაუგზავნა, ჰეროდეს სასახლე სადღაც აგიყო იერუსალიმში და ჰეროდესთან რომცა მიიყვანეს უფალი, ჰეროდე ძალიან გარყვნილი, ძალიან ბოროტი, ძალიან ცუდი კაცი იყო. ჰეროდე მოსთხოვა რაიმე სასწაული მას, ჩვენ ის ნახეთ წინა თავში და უფალი ხმას ასცემს, რადგან ჰეროდე დაღუპული კაცია უკვე. და შემდეგ ჰეროდესგან ისევ მოიყვანეს პილატესთან და ეს მე-19 თავი, აი ზუსტად ამ მე-6 პროცესით იწყება, როცა უფალი ისევ პილატესთან მოიყვანეს საბოლოო განაჩენისათვის. და მე მინდა სანამ ამ თავს დავიწყებ ჩვენ, წავიკითხოთ ერთი ადგილი ძველი აღთქმიდან, რადგან მთელი ეს თავი, მთელი ეს უფლის სასამართლო, მის წინააღმდეგ ამხედრებული ეს იუდეველთა მეთაურები და მისი სიკვდილი, მისი ჯვარცმა ნაწინასწარმეტყველები იყო ძველ აღთქმაში, ხომ ჩვენ ხო ეს ვიცით? და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და უძლიერესი წინასწარმეტყველება არის იესაია წინასწარმეტყველის 53 თავი. მოდი წავიკითხოთ ეს წინასწარმეტყველება და თქვენ მე ნახავთ აი ამ მე-19 თავის განხილვის პროცესში, რომ ბევრი რამე სიტყვით აღსრულდა ის, რაც იესაიამ წინასწარმეტყველა. და ნახეთ, იესაია ცხოვრობდა როდის? აი თავში წერია 741 წლებში წინასწარმეტყველება. ქრისტემდე 7 საუკუნით ადრე. და ეს წიგნი, იესაიას წიგნი, აი ზუსტად ასევე არის იუდეველთა ბიბლიაშიც, თანახში. თანახი ეწოდება იუდეველთა ბიბლიას, ანუ იმ ძველ აღთქმას, რაც იუდეველებს აქვს, ზუსტად ესეა იქაც. ოღონდ იუდეველები სამწუხაროდ და ეს ტრაგედიაა მათი, ამ თავს გვერდს სულიან, სადაც კი შეუძლიათ. მათ უნდათ რომ ეს თავი მაინც და მაინც არავინ ნახოს იუდეველებთან, აშკარაა რომ იესო ქრისტე, იესო ნაზარეველზეა ლაპარაკი აქვს, გესმით? აი წავიკითხოთ ეს 53 თავი. ეს თავების დაყოფა ცოტა შეცდომით არის, რადგან 52 თავის ბოლოს უკვე იწყება ეს წინასწარმეტყველება და გრძელდება შემდეგ 53-ში. და ამბობს ღმერთი. აჰა, გონიერი იქნება ჩემი მორჩილი, აღდგება, ამაღლდება და ძალიან მაღალი იქნება.
რაზომაც აძრწუნებდა ბევრ შენი ხილვა, რადგან არავინ იყო მასზე დამახინჯებული კაცთა შორის და მასზე შეურაცი ადამიანის ზეთა შორის, იმ ზომ გაიხარებს შენზე ბევრი ხალხი, პირს მოკუმავენ მეფეები, რადგან მოუთხრობელს იხილავენ და ჯერ არ სმენილს გაიგონებენ. ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა? ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან, არც ღირსება ჰქონია, არც მშვენება, რომზეც შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული, სნებამორეული, ერთი იმათთაგანი, ვისაც პირს არიდებენ, საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი. ჩვენ კი გვეგონა ღვთისაგან იყო ნაცემ ნაგვემი და დამცირებული, მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურებისათვის დალეწილი, მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმართლისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხრევით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე. კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და როგორც ხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. საპროფილიდან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ დაფიქრდება მის მოდგმაზე, რადგან ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა, ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა. მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და დიდართან ერთად იყო თავის სიკვდილში, რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სისწრუე არ ყოფილა. უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეყარა, და როცა გაწირავს მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს თავის ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება, თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავს და დაამდება. მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი ჩემი მორჩილი და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს. ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა, მრავალთა ცოდვები ჰქონდა ტვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა. ვიზი ალაპარაკია? აშკარა, რომ იესო ნაზარეველზეა საუბარი, რომელიც ჯვარს ეცვა და ის ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯაო. მე ჩვენ გვეგონაო რა ღვთისაგან იყო ნამცემ ნაგვემიო, მაგრამ ღმერთმა დასაჯაო, მაგრამ სინამდვილეშიო მან იტვირთა ჩემი ხალხის ცოდვები და სნეულებანიო. ნახეთ, ძველ საუკუნეებში თავად ებრაელთა რაბინები ამბობდნენ, რომ ეს მესიაზია საუბარი, მაშიახზეა საუბარი. ისინი ამას არ უარყოფდნენ, ეს ნამდვილად მესიაა, ეს ვინც ჩვენი სახალხის ცოდვებისთვის მოკვდება. მაგრამ შემდეგ შუა საუკუნეებში გამოჩნდნენ ისრაელში ებრაელთა შორის რაბინები, ვინც ამბობდა, არა, ეს მესია კი არა, ისინი აშკარა იყო, რომ ქრისტეზეა ლაპარაკი, რომ გასამართებელი არაფერი ჰქონდათ მათაც და შემდეგ შეიმუშავეს თეორია მათაც, რომ არა, ეს მესიაზე კი არ არის საუბარი, არამედ ისრაელზეა ლაპარაკი. ისრაელი იყო ნატანჯი, ნაცემ, ნაგვემი, მაგრამ წერია, რომ ისრაელისთვის დაიტანჯა ესო და როგორ შეიძლება ისრაელი თავის ცოდვებისთვის დაიტანჯოს. ესმით? ამიტომ ეს არის სახარება ქრისტემდე. ამას ეწოდებენ სახარებას ქრისტემშობამდე. იმდენად აშკარად წინასწარმეტყველებს იესაია ამ ყოველივეს. და აი ამ თავში ჩვენ რასაც წავიკითხავთ, თქვენ ახავთ, რომ ბევრი რამე სიტყვით ახსოვდა. აი მეორე ფურცელი, რაც მე თქვენ დაგიგით, ეს არის 21 ფსალმუნი დავითისაგან. ნახეთ, ეს 1000 წელი ქრისტემდე, 10 საუკუნით ადრე. და აქაც, ნახეთ, ეს არის მესიანური ფსალმი, რომელსაც ქრისტე ლაპარაკობს წინასწარმეტყველის პირით. ნახეთ, მეორე მუხრიდან, ღმერთო ჩემო, მომხედე მე, რა ისათვის დამიტევე მე,
შორს არიან ცხოვრებისა ჩემისაგან სიტყვანი ბრალთა ჩემთანი ღმერთო ჩემო დღისი ხმალყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი და ღამე არა იღვაწე ჩემთვის ხოლო შენ წმინდა საშინე დამკვიდრებულ ხარ ქებული ეგ ისრაელისა შენ გესვიდეს მამანი ჩვენი გესვიდე შენ და იხსენი იგინი შენ და მიღაღადებდეს და ცხონდეს შენ გესვიდე და არა სხვენა ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც საყვედრელ კაცთა და შეურაც ხერისა ყოველნი რომელი მხედვიდეს მე მეკიცხვიდეს მე ანუ შეურაცხყოფას მაყენებდნენ იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავს და ესვიდა უფალს და იხსენინ იგი აცხოვნოს იგი რამე თუ ნებავს იგი რასაც უფალს ეუბნებოდნენ ჯვარცმის დროს ხო გახსოვთ რომ თავს აქნებდნენ და ამბობდნენ რომ იხსნას ახლა ღმერთმა ხო იმედი ქონდა ღმერთისო რამე თუ შენ ხარ რომელმან გამომიყვანე მე საშოით სასო ჩემო დედის ზუზუით ჩემიდან შენ და შევარდი მე საშოითგან დედის მუცლი ჩემიდან და ღმერთი ჩემი ხარ შენ ან უბიწოშობას ამბობს წინასწარ რომ შენგან შევარდი მე დედის საშოში სული წმინდისგან შობას ამბობს აქ ნუ განმეშორებით ჩემგან რამე თუ ჭირი მახს მე და არავინ არც მწე ჩემდანო ქრისტე ჯვარცმისას ამბობს უკვე ამას გარე მომადგეს მე ზვარაკები მრავალი და ყუროთა პოხილთა მომიცვეს მე ზვარაკები ანუ ხარები ეს ებრაელების სიმბოლოა ებრაელებთა წინამძღოლები როგორც ხარები ისე მომადგნენ გარშემო ალყა შეომარტყეს და ყურონი პოხილი არიან ბაშანის ხარები განსაკუთრებით ძლიერი ნახსუქი ხარები ვინ იყვნენ ესენი სიმდიდრეში ფუვნებაში გახსუებული მღვდელმთავრები და წინამძღვრები იუდეველთა შემდეგ ამბობს ყუროთა პოხილთა მომიცვეს მე აღაღეს ჩემზე და პირი მათი ვითარცა ლომა კაცებერმა და მყირალმა ლომი და მწაცებლები უკვე ვინ არიან? რომაელები. ებრაელებს არასდროს არ ეწოდებათ ლომები. ესენი უკვე არიან რომაელები, მათი ჯარები, მათი სამხრეთ ჯარისკაცები. ხოლო მე ვითარცა წყალი დავითხრიე და განიბრინეს ყოველი ძვალნი ჩემნი, იქნა გული ჩემი ვითარცა ცვილი და დნობილი შუა მუცელსა ჩემსა. ხომ გამოგიცდიათ რომ ძალიან გეშინიან, ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ხარ, რომ გოს გული რო დადნა შენში. თქოს გული ფეხებისკენ რო წავიდა. აი ამას ამბობს, ჩემი გულიო როგორც ცვილი ისე დადნაო შენს წინაშეო, აი ამ საშინელების დროს რაც იყო ჯვარცმა. გახმა ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენა ჩემი სასასა ჩემსა ეკვა, ანუ სასაზე ამეკრა ენა, როცა ამბობს წყურია, როცა 6 საათი ჯვარზეა გაკრული უფალი. და მიწაც სიკვდილსა შთამხადე მე, რამე თუ გარე მომადგეს მე ძაღლებ მრავალ, ძაღლები იყვნენ წარმართები, რომაელები. და კრებულმან უკეთურთამან გარე მომიცვა მე, გახვრიტეს ხელი ჩემი და ფეხი ჩემი და აღრაცხეს ყოველი ძვალნი ჩემნი. ხელფეხი გამიხრიტეს ამბობს და ყოველი ძვალი დამითვალეს. ეს ნატანგი ჯვარცმული გაკრული რო იყო უფალი ჯვარზე, ყველა ძვალს დათვლიდი მისას ჯვარცმისას. მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე, გაიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვარცა შემზაზე და განიგდეს წილი. ის რაც მოხდა, რომაელ ჯარისკაცები ამას ჩვეულებრივ აკეთებდნენ ხოლმე, რადგან ტანსაცმელი იმ დროს ძალიან ძვირი იყო. ამიტომ პატიმრის ტანსაცმელს რომაელ ჯარისკაცები იყვნენ ხოლმე. ამ დახტაგად სასწაული რა არის? 10 საუკუნით ადრე, როცა დავითი ამას წერს. მან საიდან იცის რომ რომაული წესით დაჯიან მესიას? საიდან იცის თუ არა სული წმინდისგან? ქრისტე რომ ებრაული წესით მოეკლათ, მაშინ რა უნდა ეკნათ? და ჩაეკოლათ იგი, ქვით ხო? მაგრამ დავითი წერს რომ ჩემ ტანსაცმელს გაიყოფენ ის ჯარისკაცები, ვინც ჯვარს მაცვამს მე. 10 საუკუნით ადრე წინასწარ მეტყველებს ამას. ხოლო შენ უფალო, ნუ გამაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელის აპრობა ჩემდა მომხედე. და შენ თქვენო შეიძლება შემდეგ წაიკითხო. ახლა გავიდეთ მე-19 თავის განმარტებაზე და ეს ორი ამიტომ მინდოდა მე თქვენთვის მე წინასწარ წამეკითხა რომ ბევრ რამეს თქვენ იპოვით აქ, რაც მე-19 თავში არის ნათქვამი. დავიწყოთ მე-19 თავი პირველი მუხლიდან. მაშინ პილატემ წაიყვანა იესო და გააშოლტვინა. ხოლო ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დააწნეს, თავზე დაადგეს და ძოწეული ჩემოსეს იგი. და ეუბნებოდნენ, გიხაროდეს იუდეველთა მეუფეო
და სახეში ურტყამდნენ მას. კვლავ გამოვიდა გარეთ პილატე და უთხრა მათ, აჰა, გამოგიყვანთ მას, რათა იცოდეთ, რომ მე ვერავითარ ბრალს ვერ პოულობ მასში. და გამოვიდა იესო გარეთ, ეკლის გვირგვინით და ძოწის მოსასხამით და უთხრა მათ პილატემ, აჰა, კაცი იგი. ნახეთ, იესო და გააშოლტვინა მან. რატომ გადაწყვიტა პილატემ ამის გაკეთება? პილატეს არ უნდა რომ ქრისტედ მოკლას. სიკვდილი დასჯა პილატეს მისი არ უნდა. და იფიქრა პილატემ, რომ მოდი გავაშოლტვინებ, რომ იქნება ეს ნაცემს რომ ნახავენ, იქნება სიბრალული აღეძრა და დაშოშმინდეს ეს ბრბო, რომელიც მოსულია მის მოსაკლავად და ითხოვენ მის ჯვარცმას. და წაიყვანა და გააშოლტვინა, მაგრამ ნახეთ რა არის რომაული გაშოლტვა. აი პილატე თვითონ როგორ გითხრათ, თან ცდილობს რომ ვითომ რომ კარგი გააკეთოს, მაგრამ პილატე ცუდი კაცია, ცუდი ადამიანია. იმიტომ რომ რომაული გაშოლტვა სიკვდილის ტოლფასი იყო. რომაელების გაშოლტვას ბევრი ვერ უძლებდა და ბევრი გაშოლტვის დროს იკვდებოდა ხოლმე უკვე. რატომ? იმიტომ რომ აქ სახარებაში ნახსენებია ასევე ებრაული დასჯაც. ებრაული გაჯოხვა იყო 40 დარტყმა ჩვეულებრივი შოლტით. ტყავის ჩვეულებრივი შოლტი იყო და იმითი გაამათრახებდნენ ხოლმე, მაგრამ 40 კი არ ურტყავდნენ ებრაელები, 39-ს ურტყავდნენ, იმიტომ რომ იქნება ერთს აკლებდნენ, რომ არ შეგვეშალოს და 41 არ გამოგვივიდეს. ამიტომ იღებდნენ ერთ იმას, რომ მეტი არ მოგვივიდეს, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა დაერღვიათ რჯული. და პავლე ამბობს, პავლე მოციქული, რომ 5ჯერ გამშოლტესო მეო, 5ჯერო ებრაელებმაო. 39 დარტყმა მივიღე და პავლე ცოცხალია, პავლე არ მომკვდარა ამით. მაგრამ რომაული გაშოლტვა იყო საშინელება, რომაელებს ჰქონდათ ესე მათრახებზე გამოგმული უკან ძვლები, რაღაც რკინის მეტალის საგნები, რომ გადაკრავდნენ შოლტს პირდაპირ გლეჯს და ხორცს და ისე ჭრილობებს იღებდა დასაჯელი, რომ ის ვერ გადარჩებოდა. თან შეზღუდული კი არ იყო, რამდენ დარტყმას დაარტყავდა. ამდენს თვითონ უნდოდათ. იმდენს დაარტყავდა, და ბრძანებდა იქ ჯალად. ამიტომ როცა პილატემ გაშოლტვა ბრძანა მისი, მან უკვე ფაქტურად გაწირა ის სასიკვდილოდ. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ პილატემ რაიმე სიკეთე აასრულა. და ასევე ეკლის გვირგვინი დაადგესო და წითელი შამოსით ძოწეული ჩააცვეს მასო. ეკლის გვირგვინი, ეკლები ისრაელში ეკლები რაც იზრდება, ჩვენარი ვარდის ეკლები კი არ არის პატარა 1 სანტიმეტრიანი, 7-8 სანტიმეტრიანი ეკლებია. თავზე რომ დაადგეს, დააჭირეს და სულ თავი დაუზიანეს აი ამ გრძელი ეკლებს. რატომ? იმიტომ რომ დასცინეს, რომ ეს ხო იუდეველთა მეფეა და გვირგვინი დაადგეს, მაგრამ ამ დაცინვაში მათ აღასრულეს წინასწარმეტყველება. ნახეთ, რა არის საინტერესო. ახსოვთ, როცა ადამა და ევამ შესწოდეს სამოთხეში, რა წევლა რა იყო, რომ ეკალი და ძეძვი აღმოგიცენოს მიწამო, ხო ასე უთხრა ღმერთმა. ანუ ის წევლა, რაც მიიღო ადამა ღმერთის ღალატისათვის, ყველაზე მძიმე სახით მიიღო ქრისტემ. რომ ის წევლა უნდა დასრულებული იყო, გაუქმებული იყო. ამიტომ ის ეკალი, რომელიც ღმერთმა მისცა ადამს ღალატისათვის, მან ყველაზე მძიმე სახით მიიღო თავის თავზე. ასევე გახსოვთ, როცა აბრაამი ისააკს წირავს მსხვერპლად. დაინახაო, როცა ისააკი აღარ შესწირა მან, დაინახესო კრავი ეკალში და ძეძვში იყო გახლავთული თავითო. ანუ იმ კრავს, რომელიც ისააკის მაგიერ შესწირა მამამ, ეკლები ქონდა ხეებზე, თავზე. აი ეს ყველაფერი რომაელებმა მათ თვითონაც არ იცოდნენ, ისე აღასრულეს იესო ქრისტეს თავს. და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ მან იტვირთა ის წყევლა და ის სატანჯველი, რომელიც ადამს და ევას მიეცათ ღალატისათვის. როგორც მეფეს ჩაასვეს წითელი სამოსელი და ნახეთ ეს ფრაზა პილატესი, აჰა, კაცი. რატო ომს პილატე ამას? აი, კაცი, რომლის დააჯას თქვენ გინდათ და უცნაური ის არის, რომ პილატეს ფრაზები უკვდავი გახდა. აი, რასაც პილატე ქრისტეს ეუბნება, შემოსახარებდნენ უკვდავი გახდა. აი, კაცი, ნიშნავს ჩვენთვის რას, რომ აი ის კაცი, აი განკაცებული ღმერთი, აი ის კაცი, რომელმაც იტვირთა ჩვენი ცოდვები.
და ხოლო როდესაც დაინახეს მთავრებმა და მსახურებმა აყვირდნენ ჯვარსაცვი უთხრა მათ პილატემ თქვენ თვითონ წაიყვანეთ და ჯვარსაცვით ვინაიდან მე ვერ პოულობ მასში ბრალს პილატეს მაინც არ უნდა რომ ჯვარს აცვას რადგან ჯვარცმა იყო რომაული დასჯის წესი ესმით იუდეველები თუ სიკვდილის განაჩენს გამოუტანენ რომაელებს უნდა დაესადა ჯვარცმა და თან ჯვარცმა იყო ნახეთ აი ჯვარცმა იყო სპარსელებმა მოიფიქრეს თავიდან სპარსეთში იყო შემდეგ ბერძნებმა ალექსანდრე მაკედონელის დროს სპარსელებისგან გადმოიღეს და წამოიღეს შემდეგ ბერძნებისგან რომაელებმა გადაიღეს და რომაელების დროს ისეთი სრულყოფილებით ასრულებდნენ რომაელები ამ ჯვარცმას რომ ზოგიერთი ჯვარცმული 40 დღეც კი იყო ხოლმე ჯვარზე ეს არის ტანჯვით სიკვდილი წამებით სიკვდილია ნახეთ ჯვარცმა რატომ არის წამებით სიკვდილი სიკვდილი მისჯილს ხელებით და ფეხებით ამაგრებდნენ ჯვარზე ხო და ფეხები სადაც ედგა მას იქ ცოტა გამოწეული იყო და ეყრდნობოდა ფეხებით ამ იმაზე რაზეც ედგა ფეხები ლურსმებით ან ფოკით ხონდა ხოლმე ხელები დაბმული ჯვარზე მას ისე შემთხვევაში ლურსმებით მიალურსმეს ის თან ამ ლურსმებს ურტყავდნენ აი ამ ადგილას აქ არ ურტყავდნენ ეს ვერ დაიჭერს სიმძიმეს ხელის აი ამ ადგილას რაც სახსარია და აქ არის ნერვი რომელიც უსაზღროდ ტყივნეულია აი ამ ადგილას ჩართული ლურსმან და როცა ეს ჯვარცმული იყო ადამიანი მას რომ ესუნთქა ფიტებში რომ ჰაერი აეღო ფეხებით უნდა დაყრდნობოდა იმას რაზე თორე ისე ჩამოკიდებული ვერ ისუნთქებს ადამიანი აი დაეკიდეთ რამეზე თუ შეგიძლიათ ისუნთქოთ იხან ძნელია ხო ამიტომ იმ ფეხებით ეყრდნობოდა იმ დაბლა რომ ესუნთქა როგორმე და რამდენ ხანსაც გაუძლებდა აი ამ საშინელ მდგომარეობას იმდენ ხანს ცოცხლობდა ადამიანი გესმით ხანდახან რომაელები მერე აძლევდნენ ხოლმე ნაღველს ანუ ეს იყო გამაბრუებელი ნაღველში მური არეული ღვინოში ასე წერია და ეს ნაღველი იყო მწარე რაღაცა ფაქტიურად ნარკოტიკი იყო რაღაცა რომელიც აბრუებდა ადამიანს რომ ეს ტკივილისთვის გაეძლო მას და იმისთან მიხედვით რამდენ ხანს რამდენს მისცემდნენ ნარკოტიკს იყო ადამიანი ჯვარცმული სანამ ეს ძალა არ გამოელეოდა და თუ უნდათ რომ დაესრულებინათ ჯვარცმა რას აკეთებდნენ რომაელები წვივებს უმტვრევდნენ რომ ვეღარ დაყრდნობოდა დაბლა წვივებს გადაუმტვრევდნენ ჩამოიყიდებოდა და всё აღარ შეეძლო მას სუნთქვა და უკვე იხჩობოდა ამ ჩამოკიდებული ადამიანი უჰაერობით და პირადად არ უნდა ამის გაკეთება ჯერ როგორც ჩანს და ეუბნება მე ბრალს ვერ პოულობ მასში არ შეუდენია არაფერი მას ჯვარცმისთვის იუდეველებმა მიუგეს ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულის მიხედვით სიკვდილის ღირსია ვინაიდან ღმერთის ძე დასახა თავი ვინა ეს ადგილი გაჩვენო თქვენ რჯულია ჩვენი რჯულის მიხედვით ის სიკვდილის ღირსია რადგან ღმერთის ძე დასახა თავიო აი ჯულშიც აწერია ეს რას ეყრდნობიან იუდეველები ხომ საინტერესოა აი სად უწერიათ მათ ჯულში რომ თუ ვინმე ღმერთის ძე შერაცხავს თავს მოკალითო ხომ საინტერესოა ეს არის მოსეს მეხუთე წიგნის მე-18 თავის მე-20 მუხლი მეორე რჯულის მე-18 თავის მე-20 მუხლი ამბობს ღმერთი მაგრამ წინასწარმეტყველი რომელიც გაკადნიერდება და ჩემი სახელით დაიწყებს იმის გამოცხადებას რაც მე არ მიბრძანებია გამოსაცხადებლად ან რომელიც უცხო ღმერთების სახელით ალაპარაკდება ეს წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს თუ ვინმე დაიწყებს იმის გამოცხადებას რაც მე არ მიბრძანებია ჯულში ან თუ უცხო ღმერთების თაყვანისცემის სწავლებას დაიწყებს წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს აი ამას აბრალებენ იესო ქრისტეს მაგრამ ქრისტეს ხო ეს არ გაუკეთებია მას ერთი რჯულის მცნებაც კი არ დაურღვევია და აბრალებენ აი ესე ცრუ ბრალდება აბრალებენ ტყუილს ამბობენ რომ მანო ისეთ რამეს გვასწავლისო რაც ჩვენ რჯულში არ გვიწერიაო სინამდვილეში ქრისტე მხოლოდ იმას ასწავლიდა ოღონდ სწორად რაც მათ რჯულში იყო ხო უცხო ღმერთის თაყვანისცემას კი არ ასწავლიდა იგი ასწავლიდა მამა ღმერთის თაყვანისცემას ოღონდ ისე როგორც რჯულშია დაწერილი და აი ნებიდეთ სულ ბრალდებას ეუბნებიან რომ მან ღვთის ძედ დასახა თავი და ამიტომ უნდა მოკვდეს ეს რომ გაიგონა პილატემ
უფრო მეტად შეეშინდა ეს რომ გაიგონა და შებრუნდა პრეტორიუმში პრეტორიუმი იყო პილატეს სასახლე აი აქ იდგა სადღაც შებრუნდა პრეტორიუმში და კიდევ ერთხელ ეკითხება იესოს სადაური ხარ შენ ეუბნება შეეშინდა პილატეს რატომ იმიტომ რომ დაინახა რომ ეს ხალხი ესე გაცოფებულია და ღმერთზეა ლაპარაკი და ღმერთის ძეზე მას თავისთავად პილატეც ხომ რომაელი იყო მრავალღმერთიანობა ეს მათთვისაც ცნობილი იყო ეს ღმერთის ძე სხვადასხვა რაღაცები და ფიქრობს იქნება რაიმე სერიოზული საკითხია და ამიტომ მას შევიდა კიდე ერთხელ ქრისტე დაკითხოს და ეუბნება სადაური ხარ შენ ხოლო იესომ არაფერი მიუგო მას რატომ აღარ პასუხობს ქრისტე მას დაასრულა მასთან ლაპარაკი ქრისტემ უკვე იმიტომ რომ პილატემ უკვე ცოდვა ჩაიდინა იმიტომ რომ მართალი კაცი გააშოლტინა უკვე პილატემ ის პოზიცია რაც მას უნდა დაეკავებინა სიმართლის აღიარება თუ უნდოდა მას უკვე უარყო რადგან მართალი კაცი რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია დაიყვანეს და გაშოლდეს ფაქტობრივად ქრისტე უკვე ისე არის დაზიანებული ამ წამებისაგან რომ უკვე ძალიან დასუსტებულია და მიუთხრა მას პილატემ მე არ მცემ ხმას ნუ თუ არ იცი რომ ხელწიფება მაქვს ჯვარს გაცვა შენ და ხელწიფება მაქვს შენი გაშვებისაც რომალ მართლს უკვირს რომ მე არ მელაპარაკები მე მაქვს ხელწიფება რომ გაგიშვა ან დაგსაჯო და ქრისტე ეუბნება არ გექნებოდა არავითარ ხელწიფება ჩემზე მაღლიდან რომ არ მოგცემოდა ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს მას ვინც შენ ჩემი თავი გადმოგცა ამის შემდეგ ცდილობდა პილატე გაეშვა იგი მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს თუ მას გაუშვებ კეისრის მეგობარი არ ხარ რადგან ვისაც მეფედ მოაქვს თავი კეისარს ეურჩება რატომ ეურჩება კეისარს ვისაც მეფედ მოაქვს თავი რადგან იუდეაში ნახეთ იუდეაში მართლს ნიშნავდა რომის იმპერატორი როდესაც არხელაოსი მოკვდა არხელაოსი იყო ჰეროდე დიდი შვილი აი ეს ჰეროდე დიდი რომელმაც შვილი ბავშვები ამოხოცა ბეთლემში შემდეგ იყო არხელაოსი მისი შვილი და არხელაოსი რომ მოკვდა რომაელებმა აღარ დაუშვეს რომ იუდეაში ყოფილიყო ახალი მეფე ჰეროდეს თავმავალი ჰეროდეს რომელიმე შვილი და გამოაგზავნეს უკვე პროკურატორი მართველი რომელსაც პირდაპირ რომის იმპერატორი ნიშნავდა და თუ ვინმე იუდეის მეფეთ ჩათვლიდა თავს ამას ამბობენ კეისრის მტერია ესე იგი მის ბრძანებას არ ემორჩილებაო ამიტომ ესო იუდეის მეფეთ მოაქვს მას თავი იუდეველთან მეფეთ მოაქვს თავიო და ამიტომ მისი გაშვების უფლება შენ არ გაქვსო ნახეთ პილატეს როცა ამბობს რომ მე მაქვს ხელმწიფება გაუშვა ან არ გაუშვა მართალს ამბობს თუ არ ამბობს მართალს ბაგო მართალს ამბობს რა თქმა უნდა ღმერთისგან მას აქვს მიცემული ეს ძალაუფლება რომ გაუშვას ან არ გაუშვას მაგრამ თავარი ისა თვითონ როგორ გამოიყენებს ამას რომელთა მე-13 თავში რომელთა ეპისტოლის მე-13 თავში პავლე შემდეგ ამბობს რომ ყველა ხელმწიფება ღმერთისგან დადგენილია ყველა თავრობა ხელმწიფება დაშვებულია ამ გაგებით ღმერთისგან გარკვეულ სიტუაციაში ეს ბოლშევიკები იქნებოდნენ კომუნისტები იქნებოდნენ პილატე იქნებოდა ყველა არის დაშვებული ღმერთისგან მაგრამ მათ ყველას ევალება სიმართლე სიმართლის მსახურება ევალება ყველას ასევე მოქალაქეც იმ ზღვრამდეა ვალდებული დაემორჩილოს თავრობას სანამ ის ღმერთის გმობას და ღმერთის საწინააღმდეგოს არ აიძულებს მას თუ მე ვამბობ მაგალითად რომ დღევანდელი მთავრობა დაშვებულია ღმერთისგან და მემორჩილები კანონებს რომელსაც დღევანდელი მთავრობა მიწესებს იმიტომ რომ ვამბობ რომ დაშვებულია ღმერთისგან ხო მაგრამ იქამდე სანამ ის მე არ მაიძულებს რომ ღმერთის საწინააღმდეგო გავაკეთო რა აი მაშინ უკვე აღარ ვემორჩილები მას რადგან იმან ის წავიდა ღმერთის წინააღმდეგ ხო გასაგებია ამიტომ ამას ეუბნება ქრისტე პილატეს რომ შენ ღმერთმა მოგცა ეს ძალაუფლება ახ რომ ზიხარ პროკურატორად ეს ღმერთისგან გაქვს მოცემული ეს ძალაუფლება და როგორ გამოიყენებ ეს შენს პასუხისმგებლობაზეა მაგრამ უფრო დიდი დანაშაული იმას აქვს ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ ვინ იყვნენ ესენი კაიაფა პირველ რიგში მდომთავარი ჰანა მდომთავარი
იუდა, რომელმაც გასცა იგი, ხმამდამთავრები, აი იმათ აქვთ უფრო დიდი დანაშაული. თუმცა პილატეც დამნაშავეა მის წინაშე. მაგრამ პილატეს ეს ცდილობა რომ გაეშვა იგი არ გამოუვიდა როგორც ჩანს და რადგან გარეთ აყვიდნენ ისინი რომ თუ გაუშვებ არ ახარ კეისრის მეგობარი. რადგან ვისაც მეფედ მოაქვს თავი იუდეაში კეისარს ეურჩება და პილატეს ძალიან დიდი შიში აქვს რომ შეიძლება მათ ჩაიტანონ ებრაელებს შეეძლოთ. ჩვენ ისტორიიდან ვიცით რომ ეს მოხდა. როცა პილატემ ერთხელ გააკეთა ესეთი რამ, პილატე როცა შემოვიდა იუდეაში, მან რომაული წარმართულის გამოსახულება და რელიეფები ჩამოკიდა ტაძარზე. გესმით? და იუდეველებმა ადგნენ და უჩივლეს. სირიის მმართველს ემორჩილებოდა პროკურატორი იუდეის. უჩივლეს რომ შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე სამარიაში მოხდა ესეთი რაღაც რომ სამარიელები დაარბია პილატემ ძალიან სასტიკად, სამარიელებმაც გააგზავნა სირიის მმართველთან დელეგაცია და უჩივლეს პილატეს და პილატე საბოლოოდ ამის გამო გადააყენეს, რომ ასე სასტიკად მოიქცა სამარიელებს. ამიტომაც პილატეს შიში აქვს რომ შეიძლება ებრაელებმა გააგზავნონ დელეგაცია და დაასვინონ რომში რომ ასე და ასე იუდეის მეფე გაუშვა მან დაუსჯელა. ეს სიტყვა რომ გაიგონა პილატემ, გარეთ გამოიყვანა იესო და დაჯდა სამსჯავრო სკამზე იმ ადგილას, რომელსაც ქვია ლითოსტრატოს, ხოლო ებრაულად გაბათა. ანუ ქვაფენილი იყო იქ პრეტორიუმთან. ზოგიერთი ვარაუდობს რომ პრეტორიუმთან კი არ იყო ეს ქვაფენილი, არამედ აი ანტონია ეს კოშკი, სადაც იყო რომაელთა გარნიზონი, აი აქ იყო. მაგრამ სავარაუდოდ პრეტორიუმში უფრო სავარაუდოა რომ იყო, სადაც პილატე ღამეს ათევდა ხოლმე. დაჯდა ამ ქვაფენილზე და იყო პარასკევი, ასე მე-6 საათი და უთხრა იუდეველებს, აჰა, თქვენი მეფე, ანუ მეუფე. მე-6 საათი რა დრო იყო, ანუ დილის 6 საათი. იოანეს სახარებაში იოანე იყენებს რომაულ საათის საათს. ანუ 6 საათი არის დილის 6 საათი. გამოვიდა დილაუთენია პილატე, დაჯდა ამ ქვაფენილზე და მათეს სახარების 27 თავში წერია რომ დაჯდა ტახტზე პილატეო. ტახტზე დაჯდა იმიტომ როგორც რომის მმართველი, რომაელი მმართველი რომ გამოაცხადოს განაჩენი. მათეს სახარებაში ნათქვამია რომ მან მოითხოვა წყალი და დაიბანა ხელი და თქვა უმანკო ვარ მე ამის სისხლისგან, თქვენ იკითხეთ. უდანაშაულო ვარ მე ამისგან, თქვენ იკითხეთ და აყვირდნენ ებრაელები, ებრაელთა წინამძღოლებდა ხალხი, ვინც იყო მოსული, სისხლი მაგისი ჩვენზე და ჩვენ შვილებზე იყოსო. ნახეთ რა ამბობენ? კვლელობის სისხლი, მესიის, მაშიახის, ანუ ქრისტეს კვლელობის სისხლი ჩვენზე და ჩვენ შვილებზე იყოსო. ეს აღსრულდა. საბოლოოდ ღმერთმა, იმიტომ რომ ნახეთ რა მოხდა მერე, ქრისტეს როცა ჯვარს აცმავენ, რას ამბობს ქრისტე? რას ამბობს? მიუტევე მამაო, რამე თუ არიციან, რას ჩადიან. ხო ამბობს უფალი. ებრაელებმა კიდე თქვეს, ჩვენზე იყოს მაგის სისხლიო. წესით ღმერთს საბოლოოდ უნდა დაესაჯა ისინი. აი ამ სიტყვებისთვის, ხო? მესიის ჯვარცმისთვის. მაგრამ რადგან ქრისტემ თქვა, მიუტევე მამაო, რადგან არიციან, რას ჩადიან, ღმერთმა ისრაელი შეინარჩუნა მაინც. ხო? ჩვენ ხედავთ რომ ასე მოხდება, ისინი დაისაჯნენ, მათ დაკარგეს ისრაელი, მათ დაკარგეს იერუსალიმი, მათ დაენგრა ტაძარი, ქრისტეს ჯვარცმიდან დაახლოებით 38 წლის შემდეგ დაინგრა ტაძარი, ისინი გაიფანტნენ მთელ სოფლიოში, მათ ბევრი ტანჯვა, წამება და ვაება გადაიარეს, იმიტომ რომ დაისაჯნენ იმის გამო რომ ჩვენზე იყოს მაგის სისხლიო, ხო? მაგრამ რადგან ქრისტემ თქვა, ღმერთის სიტყვა ხო უფრო მეტია ვიდრე ადამიანის სიტყვა. რადგან ქრისტემ თქვა, მიუტევე მათ, რადგან არ ესმით რას აკეთებენ, ამიტომაც ღმერთმა ისინი ბოლომდე არ გაწირა და ამიტომ ქრისტეს მეორედ მოსვლას ისრაელი იქ დახვდება, სადაც იერუსალიმია, სადაც უფალი უნდა მოსულიყო და სადაც უნდა ეღიარებინათ მეუფედ. ხოლო ისინი აყვირდნენ წაიყვა ჯვარსაც ვიგიო, უთხრა მათ პილატემ, თქვენი მეფე მე ჯვარს ვაცვა?
დამთარება მიუგეს, არ აყავს ჩვენ მეფე კეისრის გარდა. თავად აღიარეს, რომ ეს არ არის ჩვენი მეფე, იმპერატორია, ჩვენი მეფე და იმპერატორმა თავზე დაალეწა ეს ტაძარი. ზუსტად ამის გამო, რომ ჩვენი მეფე იმპერატორიაო თქვენს, რო აჯანყდნენ ცოტა ხანში, თავზე დაალეწეს ტაძარი, ქალაქი მიწასთან გაასწორეს იერუსალიმი, აი ამ შეწოდების გამო. მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად, ხოლო მათ წაიყვანეს იესო და ნახეთ პრეტორიუმიდან წაიყვანეს ჯვარზე საცმელად, ხეთ გავიდნენ ქალაქის გალავნიდან, დაახლოებით აი აქ და გავიდნენ და გოლგოთა იყო გალავნის გარეთ. როცა მისცა მათ ეს დილის 6 საათია, ხედავთ? და ალბათ 7 დაწყებული, მისცა მათ საცმელად და გაიყვანეს, ამ გზაზე უნდა გავიდნენ, აი კარიბჭე რომელიღაც კარიბჭეში უნდა გავიდნენ და გოლგოთა იყო გალავნის გარეთ, რადგან ცოდვილი უნდა ბანაკის გარეთ უნდა დაესაჯათ, ესე იყო მოსეს რჯულში და ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ მათეს 27 თავის 24 მუხლი, ნახეთ? ძალიან საინტერესოა ეს ადგილი. 24 მუხლი და რა კი გაიხელა პილატემ ვერაფერ შველის, არამედ უფრო ირდება შფოთი, მოითხოვა წყალი, დაიბანა ხალხის წინაშე ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან თქვენ იკითხეთ, მიუგო ხალხმა და უთხრა ჩვენზე იყოს და ჩვენ შვილებზე მაგის სისხლი და მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ. ლუკას სახარებაში, ნახეთ, ლუკას სახარებაში ასე წერია. 23 თავში, 26 მუხლი. და როცა მიყავდათ, აი ეს არის ძალიან საინტერესო. აი, მაშინ რომ წარიკითხეთ ჩვენ ესაიასთან, აი ხო გაქვთ ეს ფურცელი, ჩაიხედეთ. მეორე მუხლი 53-ს მეორე მუხლი, ნახეთ. ამოიზარდა როგორც მორჩი, ხო? როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან. მორჩი რა არის? ნერგი, ყლორტი, ხო აი მკვდარი რო გონია ხე, ან მკვდარი რო გონია მიწა და უცბად რომ დაინახო რა წვანი ამოსულა სადღაც. აი ამოიზარდა ქრისტეო, როცა დაიბადა ქრისტე, როგორც მორჩი, ყლორტი, ურწყული მიწა. ისრაელი იყო როგორც ურწყული მიწა იმ დროს. ღმერთს განშორებული, ურჯულოდ ცხოვრები, არ გოიდნენ ცნებას, ძალიან ცუდად ცხოვრობდნენ ამ დროს. აი სულიერი შიმშილი იყო. აი ეს იყო მკვდარი მიწა იყო და მესიაზე ამბობს ისაია 7 საუკუნით ადრე რომ როცა მოვაო, როგორც ყლორტი ისე ამოხეთქავსო, აი ამ უღმერთობაში, ამ ურწყული მიწიდან. ანუ ქრისტეს ერთ-ერთი სახელი არის მორჩი, ანუ ყლორტი. ეს მის სახელი არის ეს. ნახეთ? და ყლორტი, მორჩი ებრაულად ითქმება ნეცერ. ნეცერ ქვია. რას გაგონებ ნეცერ? ნაზარეთი, ხო? იესუა ჰანოცრი მას ერქვა. ანუ იესუა საყლორტედან, ანუ ასე ერქვა, იმ ქვეყნ ადგილს ნაზარეთს. ერქვა საყლორტე, ანუ სამორჩე. და მისი სახელი იყო მართლაც ასე იყო, ნაზარეთში ხო გაიზარდა ის. იესუა ჰანოცრი რო ამბობდნენ, იესო ყლორტი, იესო მორჩი და ბიბლიაში ზაქარიასთან, იერემიასთან, იესაიასთან მართლაც მორჩი ქვია მას. გესმით? და ნახეთ, აი ეს ადგილი რატომ მინდა გაჩვენ? ლუკას 23 თავში. როცა მიყავდათ იგი უკან ურიცხვის სიმრავლე ხალხის და ქალების, რომელიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას. ნახეთ, იესო წაიყვანეს გოლგოთასკენ მიდიან და ურიცხვის სიმრავლე მიყვება მას ხალხის, გლოვობენ, ტირიან, დედამისიც იქ არის მარიამი, სხვა ქალები და მისდევენ და ტირიან. ხოლო იესო შემოbrundaო, აი მოусმინდა საინტერესოა, იესო შემოbrunda და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები. ქრისტე მიწის ამის გამო რა დაემართება იერუსალიმს ძალიან მალე. მე ნუ მტირით, თქვენი თავი და თქვენი შვილები დაიტირეთ. რადგან აჰა მოვლენ დღენი, როცა იტყვიან ნეტარ არიან უნაყოფონი და მუცელი, რომელთაც არ უშობიათ და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ და მაშინ ეტყვიან მთებს, თავზე დაგვემხედა
ბორცვებს დაგმარხეთ ჩვენო სასჯელზე ლაპარაკობს. ისეთი მძიმე იქნება სასჯელი იერუსალიმზე, რომ იტყვიან ნეტარია ის ქალი, ვისაც არ გაუჩენია შვილიო, რომ შვილის სიმწარეს არ ნახავს აი ამ სასჯელის გამო. და როცა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს რომაელებმა 70 წელს ისე გაუჭირდათ, რომ კანიბალიზმსაც კი ჰქონდა ადგილი. კანიბალიზმს, რომ საკუთარ შვილებს ჭამდნენ აი იმ შიმშილის და უბედურების გამო. იტირეთ თქვენი თავი ეუბნება ქრისტე, ნახეთ? და მაშინ და რადგანაც ნახეთ შენ 21 მოხდი, რადგანაც თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, რაღაც უზამენ ხმელსო. ნედლი ხე ვინ არის? თავად თუ ყლორტს ნედლ ხეს ამას უშვებიან, მაშინ ხმელს, ანუ თქვენ რაღაც გიზამენ. ამას ეუბნება უფალი აი ამ ადგილას. და მიქონდა თავისი ჯვარი და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ქვია თხემის ადგილი, ხოლო ებრაულად გოლგოთა. მიქონდა მას თავისი ჯვარი. როგორ გონიათ, რა მიქონდა უფალს? ეს მიქონდა მხოლოდ ჰორიზონტალური. ახლა წარმოიდგინეთ, ჯვარსმა ხომ გინახიათ რამხელა სვეტი დგას, როცა ჯვარზე როგორ შეუძლია პატიმარს ნაცემს დატანის მთელი ჯვარი წაიღოს, სხვა წარმოუდგენელია. ამიტომ ის ძელი მიქონდა ძელია სტავროს რაც ბერძნულში წერია, სტავროსი ძელს ხო ნიშნავს, ასეთ ჯვარსაც ნიშნავს ასევე გარდი ჰორიზონტალურ ნაწილს, ასევე ვერტიკალურ ნაწილსაც. როგორც ჩანს უფალს ეს მიქონდა ჰორიზონტალურ ხრებზე წამოკიდეს ეს ჰორიზონტალური ნაწილი და ეს მიაქვს, თორემ იმ ხელა ძელს შეუძლებელია ერთი კაცი ვერც სიმონპირნელი ვერ წაიღებდა იმას. იმიტომ ის ძალიან დიდი მორია, რომელიც ჩასობილია და ზედა მაგრებენ ამას და წევენ პატიმარს ჯვარცმისათვის. და იქ ჯვარსაცვეს იგი და მასთან ერთად ორი სხვაც. აქეთ და იქით ხოლო შუაში იესო. ამ დროს ანახეთ იოანე არაფერს ამბობს იმ შემთხვევაზე, რომ ერთი გმობდა, ერთი პატიმარი, მეორეს თხოვდა რაღაცას. ეს აღწერილი აქვს მათეს და ლუკას. და მათი ამბობს, რომ ორივე გმობდაო მას, ორივე ჯვარცმული აქეთ იქიდან. და ლუკა ამბობს, რომ ერთმა პატიმარმაო უთხრა მეორესო, რომ ჩვენ ღირსი ვართ, რატომაც ვიჯები და ამას არაფერი ბოროტი არ უქნიაო. ეუბნება ქრისტეს ის ერთი პატიმარი, რომ მომიხსენე უფალო, როცა მოხვალ შენი სამეფო, შენი მეუფებით. ოდეს მოხვიდეს უფევით და შენით. და ქრისტე რას ეუბნება? ჭეშმარიტად გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან იქნები 64-ში. ნახეთ, ქრისტე ჯვარს აცვეს 9 საათს. აღესრულა ჯვარს როდის 3 საათს. ანუ 6 საათი უფალმა გაატარა ჯვარს. ერთხელ იოანემ კითხამე ეს მახსოვს. ნახეთ? და სულ მინდოდა რომ ეგ დამატებით გავემართა ამისთვის. მათი ამბობს, რომ ორივე აგინებდაო მასო, ხო? ქრისტეს. ლუკა ამბობს, რომ ერთი ეს. რატომ? იმიტომ რომ პირველი საათები ესეც ორივე აგინებდა მართლა. მაგრამ მეორე შემდეგ, როცა დაინახა რომ ქრისტემ თქვა, მამაო აპატია ამათ, რადგან არ იციან რას აკეთებენ. მერე მეორე გონს მოვიდა და სინანულმა შეიპყრო მეორე და ბოლო საათებში, ჯვარცმის ბოლო საათებში ეუბნება უფალო, ნანო, ამას ამბობს, მე ღირსიო არის რაც მე დამემართა, მომიხსენე, როცა მოხვალ, შენი მეუფებ. და ორივე იყო, ორივე გმობდა ჯერ, მაგრამ შემდეგ ერთმა შეინანა და ამის გამო შევიდა 64-ში პირველი. დღესვე ჩემთან იქნები 64-ში. აი მაგალითად იეჰოვას მოწმეები ან სხვები, ვისაც სულის უკრავება არ სწამს, ხო? იეჰოვას მოწმეები ამ ადგილს ამახინჯებენ. ნახეთ, აი იეჰოვას მოწმეებს რატომ არ უნდა გავეკაროთ ჩვენ? იმიტომ რომ ისინი ბიბლიას ამახინჯებენ და ისე წერენ როგორც თვითონ აწყვეტს. ისინი ამბობენ რომ სულის უკრავება არ არსებობს. როცა ვეუბნებით ჩვენ რომ კი, მაგრამ აქ ხომ ამბობს უფალი დღესვე ჩემთან იქნები 64-ში. ანუ ის ჯვარცმული ავაზაკი სულით უნდა იყოს უფალთან 64-ში. ხო, აბა ისე როგორ იქნება? სხეულით ხო არ მივა? ისინი ამას ეს მუხლი დაამახინჯეს და ამბობენ. ხო წერია დღესვე ჩემთან იქნები 64-ში. ისინი გადაამახინჯეს და დაწერეს ასე. დღეს გეუბნები შენ, ჩემთან იქნები 64-ში. ესმით? დღესვე ჩემთან იქნები კი არა. დღეს გეუბნები შენ, რომ ჩემთან იქნები როდესღაც 64-ში.
ვინ ლაპარაკობს ასე? დღეს გეუბნები რას ქვია? აი, როცა ერთმანეთს ვეუბნები, დღეს გეუბნები ხო არა? აი, ხედავთ, აი ეს არ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ. და დააწერა წარწერა პილატემ და დააკრა ჯვარს, ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი იუდეველთა მეფე. ეს წარწერა ბევრმა წაიკითხა იუდეველთაგან, ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად. იესო ნაზარეველი იუდეველთა მეფე. და პილატემ რა გააკეთა? პილატემ დასცინა. იუდეველებსაც დასცინა და ქრისტესაც თავისთავად. რადგან პილატე ხო მეფე არ იყო. პილატე იყო პრეფექტი, ანუ პროკურატორი იუდეის. და გინდა რომ მეფე იყო იუდეველთა, აი ეს მოუვა, ეს დაემართება იუდეველთა მეფეს, ჯვარცმა. და ებრაელებს ეუბნება, აი იუდეველთა მეფე როგორ დავსაჯე, იმიტომ რომ თქვენ მეფე არ გეყოლებათ. თქვენ აგრძეული გაქვთ მეფობა. ესმით ეს სამენაზე დააწერეს ებრაულად, ლათინურად, ანუ რომაელების სასამართლის ენა რაც იყო და ბერძნულად. ნახეთ, თელმა მსოფლიომ ნახა ეს, რატომ ებრაული იყო ღმერთის ენა, ბიბლიის ენა ხო? რომაული იყო სამართლის ენა, სამართალწარმოების ენა და ბერძნული იყო ფილოსოფიის და მეცნიერების ენა. ან იმ დოინდელმა მთელმა სამყარომ ჯვარსაცვა უფალი. და ამაზე გაბრაზდნენო იუდეველებიო და უთხრეს რომ ნუ წერო მასეო. იუდეველთა მეფე კი არ არის ეგო, დაწერეო რომ მან თქვაო რომ მე ვარ იუდეველთა მეფეო, რომ ის ამბობდა ასეო და პილატე გაბრაზებული ეუბნება, რაც დავწერე. აღარ ცვლის პილატე ამ წარწერას. რადგან მას უნდა რომ პილატეს როგორ ჩანს ზულს ესენი. აი პილატე თვითონ რა თქმა უნდა რომაელი უსისხლო სასტიკაცია, მაგრამ ისიც კი ხდება, რომ ესენი დიდ ბოროტებას ჩადიან. პილატეთ კი ხდება, რომ ესენი შურის და უმიზროდ კლავენ იესო ქრისტეს და ამიტომაც გაკვირვებულად სამაგიერო სუხტის აი ამ წარწერით, რომ აი იუდეველთა მეფე, რომელიც ჯვარცმულია. ხოლო მეომრებმა, რომლებმაც ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი 60 და 4 ნაწილად გაყვეს, თითოეულ მეომარს ხვდა თავისი წილი, აგრეთვე კვართი, ხოლო კვართი ნაკერი კი არ იყო, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო. ნახეთ, ვისეთ ნაქსოვი, თავიდან ბოლომდე ხელით ნაქსოვი კვართი, ვისეცვა ხოლმე? ჯულის მიხედვით უდელებს, უდელმთავრებს, ხო? ქრისტეს ეცვა კვართი შიგნით. გარედან მოსასხამი ქონდა როგორც ებრაელებსაც, მაგრამ ის კვართი პერანგი რაც მას ესვა, ღვდლის პერანგი ეცვა. ღვდლებს ესვათ ხელით ნაქსოვი, რომელიც თლიან მოქსოვილი იყო, მიკერებული კი არ იყო ნაწილები. ამიტომ ამას ნუ გავხევთო მათ თქვენს და ამაზე წილი უყაროთო და აი რაც ჩვენ წავიკითხეთ 21 ფსალმოიდან წილი ყარეს ამ კვართზე. გამოსვლათა 22-ვე თავშია ეს. აი მინდა ჩვენ ნახოთ ეს, რომ ნაქსოვი კვართი, რომ ეს არის გამოსვლათა 22-ვე თავის 32 მუხლი. ნახეთ, როცა მოსეს ეუბნება ღმერთი, როგორი ჩასაცმელი უნდა ქონდეს ღვთისმთავარს. ეუბნება, რომ შუაში თავის გასაყრელი უნდა ქონდეს, ამოჭრილის პირს ირგვლივ ახშია უნდა გასდევდეს ნაქსოვისაგან, როგორ ჯაჭვის პერანგის სათაურს, რომ არ შემოირღვევს. აი როგორ ჯაჭვის პერანგს ქსოვთო, ისეთი ნაქსოვი უნდა იყოსო კვართიო და აქ არშია შემოაქსოვეთო, რომ არ დაირღვესო. ეგ ნაქსოვია ღვთისმთავრის კვართი, რომელიც ქრისტეს ეცვა. რათა აღსრულდეს წერილი, რომელიც ამბობს, გაიყვეს ჩემი 60 ერთმანეთს შორის და ჩემს კვართზე იყარეს წილი. შემდეგ იოანე ამბობს, რომ იქვეს ჯვარცმასთან იდგნენ იესოს დედა, მისი დედის და მარიამ კლეოპას და მარიამ მაგდალინელი. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა, დედაო, აჰა, ძე შენი. შემდეგ კი მოწაფეს უთხრა, აჰა, დედა შენი. და იმ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი. რომელი იყო ეს მოწაფე? იოანე მახარებელი თვითონ თავისთავად, რომელიც უყვარდა იესოს. ეს იყო იოანე
ღვთისმეტყველი იოანე მახარებელი, რომელმაც განსაკუთრებით შეიგრძნო ღმერთს როგორ უყვარს ადამიანი, უფალს როგორ უყვარს ქრისტეს ადამიანები. მე გამომრჩა, მაგრამ მე მინდა ეხლა დავეციოთ ისევ წამას. ქრისტეს 7 სიტყვა ჯვარზე. ქრისტე ჯვარცმულმა უფალმა 7 რამ თქვა ჯვარზე. სხვა არაფერი, ნახეთ? და აი 3 უკვე გამოტოვე და მე გითხრათ სად იყო ეს. როცა ჯვარსაცვეს პირველად ავაზაკებს შორის ჯვარსაცვეს, პირველი სიტყვა რასაც ამობს, მამაო მიუტევე რამე თუ არიციან რას ჩადია. ეს იყო პირველი სიტყვა მის. მეორე იქვე, როცა მომეც მან თქვა, ავაზაკსაც უთხრა, ჭეშმარიტად გეუბნები შენ დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში. მესამე სიტყვა, რომელიც მან თქვა, ეს იყო, როცა დედა დაინახა თავისი და მარიამ ღვთისმშობელს ამ დროს ქმარი როგორც ჩანს, უკვე აღარ ყავს. მაგრამ არსაც სახარებაში იმ პირველი ამბების შემდეგ, როცა შობის ამბები მოთხრობილი, იოსები ქრისტეს მამობილი, ანუ მარიამის ქმარი, არსად აღარ ფიგურები, როგორც ჩანს, ადრე გარდაიცვალა იგი და ის ცოცხალი აღარ არის და რჩება მარიამი მარტო. ერთადერთი შვილი ყავს, მხოლოდ ჩობილი იეშუა და იმასაც კლავენ და დაინახა დედამისი იქვე, თავის მოწაფეს უთხრა, რომ აი დეშენი დედა და მიხედოს მას როგორც საკუთარ დედას. ეს არის მესამე სიტყვა. ამის შემდეგ გავაგრძელოთ და სიტყვები საკვე მოდის შემდეგ სიტყვა. ამის შემდეგ რაკიღა მიხვდა, რომ უკვე აღსრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა, წყურია. საწერია, რომ იესოს უნდა მოწყურდეს ჯვარზე, აი 62 ფსალმონი, ნახეთ, ფსალმუნების ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მესიანური, ეგრეთ წოდებული მესიანური ფსალმუნები, როცა დავითი ქრისტეს შესახებ ლაპარაკობს. ღვთის სული ლაპარაკობს ქრისტეს შესახებ და ეს არის 62 ფსალმუნის 21 მუხლი და ამბობს და მომცეს მე საჭველა ჩემდა ნაღველი და წყურვილსა ჩემსა მასვეს მე ძმარი. აი ისაც მოხდა ჯვარზე. ნაღველი მომცეს რომ ეჭამაო, რომ გაუბრუებული ყავი ჯვარზეო და წყურვილის დროს მომცესო ძმარიო. და ამბობს წყურია. ეს არის მეოთხე სიტყვა მისი, წყურია და იქვე იდგა ძმრით სავსე ჭურჭელი, ხოლო მათ გაჟღინთეს ღრუბელი ძმრით, უსუბზე წამოაცვეს და პირთან მიუტანეს მას. ანუ ძმარი, წყალში შეზავებული ძმარი იყო წყურვილის მომკვეთი ძალიან ძლიერი საშუალება. ჯარისკაცები ომის დროსაც იყენებენ ამას, რომ წყურვილი მოიკლან, თუ ძმას შეურევ წყალში. და აი ეს ღრუბელი ჩააწეს ამ წყალში, გაჟღინთეს, უსუპი იყო მცენარე და უსუპზე წამოაცვეს და მიუყრეს, რომ ალოკოს ეს ღრუბილი და რა უნდა დალიოს, უნდა მოუჭიროს ალბათ უჩები, რომ ალოკოს ეს რა დალევა, ხო, მაგრამ აი ეს წყურია თქვა მანის, რომ აღსრულდეს წერილი, როგორც დაწერილია. და მარკოზი აღწერს ამ დროს, რომ მარკოზის მე-15 თავის 23 მუხლი, ეს ნახოთ. არა მარტო წყალი მისცეს მას, არამედ მისცეს მას სასმელად მურით შეზავებული ღვინო, მაგრამ არ მიიღო. მური არის ის ნაღველი, რაც მე თქვენ გითხარით, ღვინოში არეული ნაღველი, ანუ რაღაც ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მწარე იყო ძალიან და აბრუებდა ადამიანს, ტყივილებს უყუჩებდა, ეს რომ მიიღო, ეს რომ მიუყრეს მას, რომ ტყივილები შეემსუბუქებდნენ, არ მიიღო. რატომ არ მიიღო უფალმა გამაყუჩებელი საშუალება? როგორ? რომ მთელი ცნობიერებით უნდა აღესრულებინა მას ეს ჯვარცმა. არა შემსუბუქებული, არა ტყივილებ გაყუჩებული, არა მთელი მხიზელი გონებით, სრული ცნობიერებით უნდა, ამიტომ რომ გაიგო გემო ამ სიმწარე, ამ ნაღველის მურით შეზავებული ღვინის, მან ეს არ მიიღო. და აქ ამბობს უფალი მე-5 მის სიტყვას, ეს არის ჩვენ გამოგვჭა მე-4 სიტყვა მისი. როცა სანამ იტყოდა ის რომ წყურია, რა თქვა მან? ამბობს, ნახეთ, ამ ცნობილ სიტყვას ელი ელი ლამა შაბახთანი ამბობს. ეს ნიშნავს მათეს სახარებაში წერია არამეულადაც და მე თარგმნის ბერძნულადაც, ნახეთ, ელი ელი, ანუ ღმერთო ჩემო, ლამა შაბახთანი ნიშნავს
რატომ მიმატოვე მე? და ეს ნიშნავს ამბობს მათემატიკელი რომ მერთო ჩემო რატომ მიმატოვე მე? და იესო ამბობს არამეულად. მაგრამ ფსალმუნში 21 ფსალმუნში ჩვენ გვაქვს ეს სიტყვები ებრაულად. ნახეთ, არამეულად ებრაული გავს ეს ენები ერთმანეთს და ებრაულად ეს წერია ელი ლამა აზავთანი. არის ნიშნავს რომ რატომ მიმატოვე და უფალი ხო არამეულად საუბრობდა იქ ქრისტე. ის ამბობს ლამა შაბახთანი. რატომ მიმატოვე მე? როგორ ეს ძალიან ისეთი ადგილია მიატოვე, როგორ გონიათ მიატოვა ღმერთმა უფალი? როგორ გონიათ? რატომ ამბობს მაშინ უფალი რატომ მიმატოვე? რატომ ამბობს? თუ არ მიუტოვებია რატომ მიატოვე? რატომ ამბობს ამას? ჯოჯოხეთი თავისთავად რა არის? ღმერთისგან მიტოვებულობა, ხო? და ჩვენ ქრისტეს რომ არ გამოვეხსენით, რა უნდა ჯოჯოხეთი ხო უნდა გვეგემა? ჩვენ ხო ღმერთისგან მიტოვებულობა უნდა გვეგემა, ხომ ასე? მაგრამ ქრისტეს ჯვარცმამ ჩვენ გაგვათავისუფლა ამ ჯოჯოხეთისგან და მან თავად იგემა რა არის ჯოჯოხეთი ღმერთისგან მიტოვებულობა. აი ეს ტანჯვა ყველაფერი რაც მან იგემა ის შეურაცხყოფა, ის ტკივილი, ის ყველაფერი, ის იყო ჯოჯოხეთი და ბოლოს სიკვდილის წინ ამბობს რომ რატომ მიმატოვე? აი ღმერთისგან მიტოვებულობა, რა ჩვენ უნდა წესი ჩვენ უნდა დავსჯილიყავით, მან იგემა. გესმით? ეს არის ყველა საშინელი მომენტი. ამიტომაც ნახეთ 12 საათიდან 3-მდე რა მოხდაო? დაბნელდა ზეცაო. აი ეს ის მომენტი, როცა ყველაზე მძიმე ტანჯვას განისთის უფალი და ამ დროს ამბობს ელი ლამა შაბახთანი, რატომ მიმატოვე მე? ამ გაუსაძლის ტანჯვას განისთის ამ დროს უფალი. და ეს არის მეოთხე და მეხუთე სიტყვა არის მწყურია და მეექვსე სიტყვა არის როცა ნახა იესომ რომ ყველაფერი დასრულებულია თქვა ახსრულდა. ეს არის მეექვსე სიტყვა ახსრულდა. ბერძნულში არის ერთი სიტყვა. როგორც ჩვენთან ჩვენ ქართული სიტყვა ქართული ენა ამაგაი დიდარია. ბერძნულში არის თეთელესთაი. თელოს ბერძნულში არის სიკვდილი, ხო? და თელოს ასევე ნიშნავს დასასრულს. და თეთელესთაი არქეოლოგიურ აღმოჩენებში და ასევე ისტორიული ცნობებით აწერდნენ ხომ რას? აი როცა ვალს გადაიხდიდა ვინმე თამასუგზე და აწერდნენ თეთელესთაი გადახდილია. ახსრულდა, დასრულდა ვალი. გადახდილია. აი უფალმა ეს სიტყვა თქვა. დასრულდა, გადახდილია კაცობრიობის ცოდვისთვის, ღალატისთვის, ვალი ღვთის წინაშე და დასრულდა ყველაფერი. და ეს რომ თქვა, მიიდრიკა თავი და განუტევა სული. ეს 6 სიტყვა თქვით, ხო? უკვე განუტევა სული. და მე-7 სიტყვა სადღა არის? ხო? ეს ბოლოს ეს იყო თეთელესთაი იყო მე-6 სიტყვა და მაგრამ უკვე ნახეთ, ამიტომ ეს 4 სახარება ერთმანეთს ავსებს. მხოლოდ იოანეს თუ წავიკითხეთ, ჩვენ ვერ მივხვდებით რა მოხდა. ლუკას 23 თავში უკვე ამბობს ლუკა, ნახეთ, 46 მუხლი დაბნელდა მზე და ჩაიხა ტაძრის ფარდა. აი რაც მე თქვი 12 შემდეგ დაბნელდა მზე 3 საათამდე, ჩაიხა ტაძრის ფარდა, წვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მე-9 საათამდე და ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა, მამაო, შენ ხელს გაბარებ ჩემს სულს და ამ სიტყვებით განუტევა სული. მამაო, ხელთა შენთა შევავედრებ სულსა ჩემს. ეს იყო ბოლოს სიტყვა, მე-7 სიტყვა. ანუ იოანესთან წერია შეღაღადაო. მაგრამ რა შეღაღადა? ის არის, მაგრამ ლუკა გვეუბნება რა შეღაღადა, რომ მამაო, შენს ხელს გადავცემ ჩემს სულს. ეს რას გვეუბნება ჩვენ ნახეთ? რომ ქრისტე კი არ დასუსტებით კი არ მოკვდა. ან კი არ გამოიფიტა ძალები და კი არ მოკვდა. მან ბოლოს შეღაღადა, ხმამაღლა იყვირა. მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს და მოკვდა. გარდა აღესრულა. გესმით? როგორც სავარაუდოდ მას გულმა უნტყუნა, როგორც ჩანს.
მაგრამ ბოლომდე მხნეთ იყო უფალი, ბოლომდე სრული ცნობიერებით უძლებდა ამ ჯვარცმას და არა ისე როგორც სხვა ჯვარცმულები რომ სუსტებოდა გონებას კარგავდნენ ცნობიერებას და არა ბოლო წამამდე ცნობიერებით იყო უფალი და შეღაღადა ხმამაღლა შემდეგ პავლე ამბობს იმეორებს ამას რომ მან ღაღადით შესწირა ხმამაღალი ყვირილით ღაღადით შესწირა საკუთარი სიცოცხლე ჩვენს გამოსახსნელად და მიიდრიკა თავი და განუტევა სული და ტაძრის კალთა ამ დროს ჩაიხა ფარდა რაც ყოფდა წმინდასგან აი ამ ტაძარში ჩაიხა ორად რომ გაიხსნა მამა ღმერთთან მისასვლელი მისმა სიკვდილმა გახსნა ეს მაშინ მაგი პარასკევი იყო ნახეთ პარასკევი 3 საათია პარასკევი ბოდიში პარასკევი 3 საათია ხო პარასკევი 3 შუადღის 3 საათია და გვავები რომ ჯვარზე არ დარჩენილიყო შაბათს ვინაიდან ეს შაბათი დიდი დღე იყო იუდეველებმა სთხოვეს პილატეს წვივები გადაემსხვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ ნახეთ პასექი იყო პარასკევს ხო და თუ პასექის უწევდა შაბათი ხო ისედაც დიდი დღეა ებრაელებისთვის შაბათი უქმე დღეა ხო საუფლო დღეა და თუ პასექი უწევდა პარასკევს მეორე დღის შაბათი განსაკუთრებული დიდი შაბათი იყო პასექი ყოველთვის პარასკევს ხომ არ იყო პასექი შეიძლება ყოფილიყო 4 შაბათსაც 2 შაბათსაც შეიძლება სხვა დღეებშიც ხო პასექი მოძრავი იყო მათი პასექი მაგრამ ამ დღეს პასექი პარასკევს მოუწია და შაბათი დიდი დღე იყო შაბათი ამიტომაც და სთხოვეს ებრაელებმა რომ მოდი წვივები გადაუტριოთ და ჩამოუხსნათ გვამები ჯვრიდან რატომ ნახეთ ეს არის რჯულში წერია ესეც რომ თუ ნახეთ აი ეს მინდა წაგაჩვენოთ ეს ადგილი ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჯვარცმასთან არის კავშირი რჯულის 21 მეორე რჯულის 21 თავი ნახეთ თუ ვინმე სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ ხეზე ჩამოკიდებ მას ებრაელებმა ხეზე ჩამოკიდება იცოდნენ იუდეველებმა არ იცოდნენ ოღონდ ჯერ ჩაქოლავდნენ ხოლმე მას და შემდეგ ჩამოკიდებდნენ ხოლმე მას ხეზე როგორ ეჩვენებინათ ყველასთვის როგორ ისჯება უღმერთო ღმერთის გმობისთვის ან ჯადოქრობისთვის ან რაიმე მძიმე სასიკვდილო ცოდვისთვის ებრაელები იცოდნენ დასჯას სიკვდილით და შემდეგ ხეზე ჩამოკიდებდნენ მას რჯულში უწერიათ ეს თუ ვინმე სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ ხეზე ჩამოკიდებ მას ღამე ხეზე არ უნდა დარჩეს მისი გვამი არამედ იმ დღესვე დამარხე რადგან ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული ნუ გაუწმინდურებ მიწას რომელსაც უფალი შენი ღმერთი გაძლევს წილად თუ ხეზე ჩამოკიდებო ვინმესო იმ ღამესვე ჩამოხსენი და რადგან არ უნდა დარჩეს ქალაქში დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული რადგან წმინდა ის მიწა სადაც შენ ცხოვრობ ამიტომაც ნახეთ იუდეველებს არ უნდათ რომ მათ ქალაქში იერუსალიმთან ახლოს ხეზე იყოს ჯვარცმაც ხეზე ჩამოკიდება იგივეა ფაქტიურად ხო ამიტომ ებრაელებს არ უნდათ რომ დაწყევლილი მათ მიაჩნიათ ქრისტე დაწყევლილი და მართლაც დაიწყევლა ის ჩვენს გამო და თხოვენ პილატეს რომ ჩამოხსნან ხიდან ჯვარცმულები და მილნენ მართლაც და გადაუმსხვრევენ წვივებს ავაზაკებს ჯერ რომ მალე აღესრულონ და როდესაც იესოსთან მივიდნენ ნახეს რომ უკვე მომკვდარი იყო და აღარ გადაუმსხვრიეს წვივები მაგრამ რომ დარწმუნებული იყვნენ რომ ნამდვილად მკვდარია და შეიძლება მისი ჩამოხსნა ერთმა მეომარმა შუბი აძღერა ფერდში და მყისვე გადმოშქეფა სისხლმა და წყალმა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ქრისტე აღსრულებულია ჯვარზე და მეომარმა რომაელმა შუბი უძგერა აძგერა ფერდში რომ დარწმუნებული იყო და გადმოშქეფა სისხლმა და წყალმა თქვენ რომ სისხლი ჩაასხა ჭიქაში და დაელოდო ცოტა ხანი რა მოხდება ხო გაიყოფა წითელი ნაწილაკები ჩავა ქვევით და დაშება სითხე წყალებით რადგან ჩვენი სისხლი წყალია ძალიან დიდი ნაწილი წყალია ხო როცა გული მუშაობს და ცირკულაციას აკეთებს სისხლისას მაშინ არეულია და როგორც კი გული გაჩერდება მაშინ სისხლი დაიწყებს გაყოფას წყალი რჩება ცალკე და
წითელი ნაწილაკები ცალკე. აი ზუსტად ეს მოხდა. ეს არის დასტური და ნიშანი იმისი, რომ ნამდვილად მოკვდა ჯვარზე ქრისტე. და უძგერა შუბშია გულთან უძგერა როგორც ჩანს, გულის პარკში და აი იქ იყო ეს წყალი უკვე ჩაგროვილი. სისხლი გაყოფილია უკვე და სისხლი და წყალი ცალკე გადმოვიდა ქრისტეს სხეულისგან. რატომ აღწერს და იოანე შემდეგ ამბობს რომ და ვინც იხილაო ეს ანუ თავის თავზე ამბობს. ვინც იხილაო იმ მოწმა და ჭეშმარიტია მისი მოწმობა და მან იცის რომ ჭეშმარიტს ამბობს რათა ირწმუნოთ თქვენ. განსაკუთრებით ამბობს ამას იოანე რომ მე ჩემი თვალით ვნახე ეს. მე ჩემი თვალით დავინახე და მე მოწმე ვარ ამისი და თქვენც უნდა იწამოთ რომ ეს ასე იყო. რატომ ამბობს ამას იოანე? რატო არის ამას დიდი მნიშვნელობა? იმიტომ რომ იმ დროს ბერძნული სამყარო ფილოსოფიას ძალიან ფილოსოფიურად და ფილოსოფიური სამყარო იყო, ხო? მრავალღმერთიანობა თავისთავად, მაგრამ ეს ფილოსოფია იყო ბერძნებისთვის ასე ვთქვათ, ამით მოჰქონდა თავი, ეს აზროვნება, ინტელექტი და პირველ საუკუნეში გაჩნდა ძალიან საშიში სექტა. ძალიან საშიში მიმდინარეობა, რომელსაც ერქვა გნოსტიციზმი. გნოსტიკოსები იყვნენ ასე ფილოსოფიური მორწმუნეები. ისინი ამბობდნენ რომ ჩვენ ამ ბიბლიას ფილოსოფიურად უნდა მივუდგეთ. ეს ყველაფერი სიმბოლოებია. უნდა გავიგოთ ფილოსოფიურად, კი უნდა გავიგოთ რომ რეალურად მოხდა ეს. არა, ეს უბრალოდ გვასწავლეს როგორც კარგი იგავები, კარგი აზრები, კარგი განმარტება ამ სულიერი ცხოვრების, ჩვენ ასე უნდა მივუღოთ, თორემ როგორ შეიძლება გნოსტიკოსები ამბობდნენ, როგორ შეიძლება ღმერთმა ეს ცუდი სხეული შეიმოსოს. სხეული ცუდია. სული კარგია. ამიტომაც აი ეს ცოდვიანი და ბიციერი შეუძლებელია ღმერთმა შეიმოსოს, ამიტომაც ქრისტეს სხეული არ ჰქონია. შემდეგ ამისგან წარმოიშვა დოკეტიზმი ერქვა, ასეთი მეორე ერეტიკული მიმდინარეობა. დოკეტისტები ამბობდნენ, რომ ქრისტეს სხეული კი არ ჰქონია ჩვენნაირი სხეული. არამედ მოჩვენებითი სხეული. ჩვენ გვეჩვენებოდა, რომ ქრისტეს სხეული ჰქონდა. ის რეალურად კი არ ეცვა ჯვარს, კაცობრივი სხეული, არამედ მოჩვენებითი სხეულით მოვიდა ის ჩვენთან და ამიტომაც დოკეოს ნიშნავს მოგვეჩვენა, მოჩვენებას ნიშნავს. აი ამიტომ იოანე წერს რომ არა, მასე კი არ იყო. იოანე თავის პირველ წერილში ამბობს რომ ჩვენ საკუთარი ხელებით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას, პირველ თავში ამბობს. ასევე იოანეს პირველი წერილის მეოთხე თავში ამბობს იოანე ღვთისმეტყველი რომ ვინ არის ანტიქრისტეო? აი როგორ გავარჩიოთ ვინ არის ანტიქრისტე? ის ვინც უარყოფს ქრისტეს სხეულით მოსულს, ის არის ანტიქრისტე. ვინც უარყოფს რომ ძე ღმერთი განკაცდა და სხეულით მოვიდა, ხორცს იქმნა, ის არის ანტიქრისტე. ამიტომაც იოანე ასე ძალიან დაბეჯითებით იმოწმებს რომ მე ვნახე ეს, იმიტომ რომ კაცრო სისხლი და წყალი გადმოუვა ფერდან, ის ნამდვილი კაცია, ხო? ხო არ შეიძლება უკვე რომ ის სხეული არის. ეს არის აბსოლუტურად ანატომიური ჩვეულებრივი მოვლენა, რაც ადამიანებს ემართებათ ხოლმე. მე ინახავს ნეული ავატყუები, რომელსაც სისხლი ამოუღეს ფუტობიდან და ძალიან მალე გარდაიცვალა უკვე. სისხლი ჰქონდა მართლა ჩაგროვილი სხეულში მას. ეს არის სიკვდილის მთავარი ნიშანი, ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, თუმცა სისხლი უგროვდება მას. ასევე ამას აქვს ძალიან საინტერესო ნიშნულობა, სულიერი ნიშნულობა, წინასწარმეტყველების აღსრულება. ნახეთ, როცა ეკლესია ვინ არის ქრისტესი? ქრისტეს სარძლო, ხო? ეკლესია არის ქრისტეს სარძლო. ქრისტე არის სიძე, ხო? ჩვენ ხო ეს ვიცით იგავებიდან. თუ უფალი ამბობს თავად ამას, რომ ერთ დღესაც სიძე მოვა და თავის სარძლოს წაიყვანს, ხო? ანუ ამ გაგებით ცოლია ქრისტეს სარძლოა, პატარძალია ეკლესია, ხო ამ გაგებით, ხო? ადამი როცა მარტო იყო, ღმერთმა ცოლი როგორ მისცა მას? გახსოვთ? როგორ? მაგრამ ადამს ამ დროს ეძინა. ღრმა ძილი, აი ძილქუში მოგვარაო მას, ხო? სიკვდილის გახსნით მდგომარეობა იყო ეს ძილქუში, ადამს მოგვარა ღმერთმა ძილქუში, ეს ძილი კი არ იყო, სხვა რამ იყო და მისი გვერდიდან გამოუღო და რომელიც გახდა მისი ცოლი, ხო? ხომ ასე იყო? ქრისტეს ჯვარცმის დროს მასაც ეძინა, ამ გაგებით მოკვდა და მისი გვერდიდან გადმოშქეფა სისხლმა და წყალმა და იქ რა აღმოცენდა ამაზე? ეკლესია. ხომ ასეა? ეკლესიის მთავარი მსახურება რა არის? წყლით ვნათლავთ, ხო ჩვენ? წყლით ხელახლაშობა, წყალი რომელიც გადმოვიდა მისგან და სისხლი
რომელმაც გამოგიხსნა ჩვენ და სისხლი, რომელსაც ჩვენ როგორც მის სისხლს ვიღებთ ზიარებისას, ხო? აი ეს სიმბოლიკა ამაში ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ნახეთ, ხაწერაში თქვენ ხო გინახავთ ეს მომენტი, როცა შუბს უძგერებენ უფალს. რომელ მხარესაა აქ ნაძგერი? თუ დაგვირვები ხართ, მარჯვნივ აქვს ნაძგერი. ხო ეს შუბი, როგორც ჩანს, იმდენ შეუძგერეს, რომ გულს მიწვდა, ხო ეს? და ეზეკიელ წინასწარმეტყველის 47 თავში, პირველ მუხლშია ეს, ეზეკიელი გაღწევს მესამე ტაძარს. იერუსალიმში 2 ტაძარი იყო, მეორე ხო დაანგრიეს, იყო სოლომონის ტაძარი. მესამე ტაძარი იქნება მესიის მოსვლისთვის. და ამ მესამე ტაძარსო საკურთხევლის მარჯვნიდან გამოდინოდაო მადლის მდინარეო. მარჯვნიდან, ანუ საკურთხევლის მარჯვნიდან, ნუ ქრისტეს ამიტომაც ეს რო იცოდნენ ეზეკიელის წინასწარმეტყველება, რომ საკურთხევლის მარჯვნიდან მოდის მადლის მდინარე, წყარო, ეს სახარებაში არ წერია მარჯვენა ფერდი იყო თუ მარცხენა ფერდი იყო, მაგრამ ხაწერაში, იკონოგრაფიაში დახატეს, რომ მარჯვნიდან გამოდის ის მადლის წყარო, რომელიც არის ქრისტეს მარჯვენა ფერდი, სისხლი და წყარის ადგილი. ხოდა ამის შემდეგ რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წერილი, მისი ძვალი არ შეიმუსროს. ხოლო სხვა წერილი ამბობს, იხილავენ მას, ვისაც უგმირეს. ანუ ეს ყველაფერი აღსრულდა, იმიტომ რომ მოხდა ასე, იმიტომ რომ წერილი აღსრულდეს. აი ძალიან მნიშვნელოვანია ამის ჩვენება, ცოტა ხანს თუ კიდევ გეყოფოთ ენერგია გაჩვენებთ ამასაც. ნახეთ, მისი ძვალი არ შეიმუსროს. სად იყო ეს წინასწარმეტყველები, რომ ძვალი არ უნდა გატყდეს მისი? გახსოვთ? პასექის როცა უწესებს უფალი, აი ეგვიპტეში როცა არიან ისრაელი და იმ ღამეს უნდა გამოიყვანოს უფალმა ეგვიპტის მონობიდან, ხო? რას ეუბნება ღმერთი? გამოსვლათა წიგნშია ეს, რომ შეჭამთ იმ კრავს, რომ დაკლავთ, ამ კრავის სისხლს წაუსვამენ კარების ორივე მხარებს და ზედა მხარეზე და ის ბოლო მეათე სიკვდილის სასჯელი მათ არ შეეხება, ხო? ხომ გახსოვთ ეს ადგილი? და ის კრავი, რომელიც უნდა დაკლან, რომლის სისხლიც უნდა წაუსვან კარებს, იმ ღამეს ჩქარა უნდა შეჭამონ, რომ იმ ღამეს უნდა გაიქცეს ისრაელი ეგვიპტიდან, მეორე დილას უნდა გავიდნენ. და ეუბნება რომ შეჭამთო, მისი ძვლები არ დაამტვრიოთ. იმ კრავის ძვლები არ უნდა დამტვრიულიყო, იმიტომ რომ ის კრავი იყო წინასწარმეტყველება იესო ქრისტეს. ამიტომაც ნახეთ, რომაელები რომ მივიდნენ, უკვე გარდა აღსრულებული დახვდათ და წვი არ გაუტეხეს. ესეც აღსრულდა. ასევე ის წინასწარმეტყველება არის ეს, რომ იხილავენ მას, რომელსაც უგმირესო. ეს არის ზაქარია წინასწარმეტყველის მე-12 თავში, როდესაც უფალი მეორედ მოსვლისას ამბობს, მეორე მოსვლისას მოხდება ესე, რომ ეხლავე აი მე-12 თავი ზაქარიასი იმ დღეს გადმოღრი, ანუ მეორედ მოსვლისას ხდება ეს ამბავი. გადმოღრი დავითის სახლზე და იერუსალიმის ცხოვრებლების თავზე წყალობისა და შეწყალების სულს. ანუ ეს რა ხდება? დიდი ვაება ჩავლილია უკვე, ნახეთ, დიდი ვაება ბოლოს აი ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ რომ უნდა მოხდეს. ის ვინც ისრაელში დარჩა, 2/3 გაწყდებაო ხომ ამბობს წერილი. ის ვინც ისრაელში დარჩა ის ხალხი, ვინც შეიცნობს მესიას. და წყალობის და მოწყალების შეწყალების სულს გადმოღრი ამ ხალხზეო და მიხილავენ ისინი, რომლებმაც უგმირეს მას. და ეს ხალხი, ებრაელები, იუდეველები დამინახავენ და მიხილავენ, რომელთაც უგმირეს მას. დაიტირებენ მას, როგორც ხოლო ჩობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირშოს გამომწარდებიან ხოლმე. ნახეთ, რომ დაინახავენ და იხილავენ, უმეცად უგმირეს მას. ასევე იქვე წერია მე-13 თავში, რომ მას ეტყვიან, რომ ეგ რაჭრილობები გაქვს ხელზეო და ის ეტყვის ჩემს მოყვარეთა სახლში ვარ ნაცემიო. ანუ ქრისტე როცა მეორედ მოვა, ხელებზე სატყვია რაჭრილობები. სისხლიც ატყვია ტანსაცმელზე
და იმასაც იცნობენ რომ ეგ იყო ვისაც მის მათმა წინაპრებმა შუბი უგმირეს გვერდში. ასევე ნახეთ აპოკალიფსისი როცა იწყება იოანეს გამოცხადება. ასე ამბობს იოანე, ნახეთ აჰა მოდის ღრუბლებით, ანუ მის უფლის მოსვლას ამბობს, მოდის ღრუბლებით და იხილავს მას ყოველი თვალი და ისინიც რომელთაც განგმირეს იგი. ისინიც დაინახავენ ვინც მას უგმირა. ამიტომ ამბობს იოანე რომ ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ რომ წერილი აღსრულებული რომელიც ამბობს იხილავენ მას ვინც განგმირეს. ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა რომელიც იესოს მოწაფე იყო მაგრამ ფარულად ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა სთხოვა პილატეს რათა ჩამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ ნება დართო ისიც მივიდა და ჩამოხსნა იესოს სხეული. ეს არის 3 საათი უკვე აღსრულდა. 3 საათია და ნახეთ რა არის საინტერესო. აი ამ ტაძარში ყოველ დღე მსხვერპლ შეწირვა ხო ხდებოდა ხოლმე. ყოველ დღე. რომ იწყებოდა მსხვერპლ შეწირვა რომელ საათზე? როდის? 9-ზე. როცა ქრისტე ჯვარს აცვეს. როდის სრულდებოდა ბოლო მსხვერპლი, საღამოს მსხვერპლი როდის იწერებოდა? 3 საათზე. 9-ზე ჯვარს აცვეს უფალი და 3 საათზე აღესრულა უფალი. აი ზუსტად იმ დროს როცა მსხვერპლი იწირებოდა ხოლმე და ამის შემდეგ იოსებ არიმათიელი იყო ერთ-ერთი წარჩინებული მღვდელი სინედრიონის გარდა, სინედრიონი ხო ყავდა ტაძარში 71 მღვდელმთავრისგან შედგენილი კრება, ხო როგორც სინოდი. იქვე იყო რჩეველთა საბჭო, ასე ვთქვათ. წარჩინებული გამორჩეული მღვდლებისგან 14 მღვდელი იყო, რომელიც როგორც საბჭო, რჩეველთა საბჭო ისე იყო ტაძარში და ერთ-ერთი იყო მათგან იოსებ არიმათიელი. ერთი დეტალი კიდევ, ნახეთ, მღვდელმთავრები ჩვენ რო ხახარებაში ვკითხულობთ ხომ, ეს მთლიანი სწორი არ არის. რატომ იცით? იუდეველებს მხოლოდ ერთი მღვდელმთავარი ყავდათ ხოლმე. ისინი იყვნენ მღვდლები, ანუ მართველი მღვდლები ასე ვთქვათ რა, აი ვინც მაღალი რანგის მღვდლები იყვნენ, ისინი იყვნენ სინედრიონში. ხოლო მღვდელმთავარი ყოველთვის მხოლოდ ერთი იყო. ამიტომ როცა წერია ამაში რომ სახარებაში რომ მღვდელმთავრები შეიკრიბნენ, მღვდელმთავრებმა ჯვარს აცვეს, მღვდელმთავრებმა თქვეს, არა, უბრალოდ სწორია რომ მართველმა მღვდლებმა, თორემ ყველა მღვდელი იყო, ერთი იყო ხოლო მღვდელმთავარი. ეს არიმათიელიც იყო ასეთი მღვდელი და ასევე მოვიდა ნიკოდემუსი, რომელიც ადრე თქვენ გახსოვთ ეს შემთხვევა იოანეს მესამე თავში იყო აღწერილი, როცა ადრე ღამე მივიდა ხელი იოსოსთან სალაპარაკოდ. ეს ორივე როგორც ჩანს უკვე მოწაფეები არიან უკვე მისი, უკვე აღარ მალავენ რომ მისი მოწაფეები არიან, უკვე აღარ ეშინიათ იუდეველების და სთხოვეს პილატეს რომ სთხოვა იოსებმა რომ ჩამოეხსნა სხეული, მანაც მიმატდა მისცა მას მისი სხეული და მოიტანა ნიკოდემუსმა მურის და ალოეს ნაზავი 100 ლიტრა. მური და ალოეს იყო ნელსაცხებლები, რომლითაც მიცვალებულებს შეახვევდნენ ხოლმე ტილოებში. და აიღეს იესოს სხეული და გაახვიეს ტილოებში ნელსაცხებელთან ერთად, როგორც შეულება იყო ჩოულებისამე როგორც მარხავენ იუდეველები. რატომ ახვევდნენ ხოლმე მურში და ალოეში, ნელსაცხებლებში, რატო ახვევდნენ იუდეველები მიცვალებულებს? სუნის გამო, ხო? იმიტომ რომ ეს ის კი არ არის, რაც ეგვიპტელებს ჰქონდათ ბალზამირება, არა. იმიტომ რომ იუდეველები ამ მიცვალებულს კლდეში იყო ხოლმე გამოჭრილი საფლავი და რომ შეხვიდოდი ამ საფლავში იყო ქვის ესეთი საწოლივით გაკეთებული. ამ მიცვალებულს შეახვევდნენ ამ ძლიერ სურნელოვან ტილოებში და იქ დაასვენებდნენ ხოლმე ამას. შემდეგ 3 დღე მიდიოდნენ ყოველ დღე და ნახულობდნენ ხოლმე მიცვალებულს, რომ რატომ იცით რომ იმათ იცოდნენ რომ კლინიკური სიკვდილი არსებობს. ამიტომაც ამოწმებდნენ ხოლმე რომ ხომსო მეოთხე დღის შემდეგ მეოთხე დღიდან იწყება უკვე გახსნა ხო სხეულის და უკვე იციან რომ გადასულია. 1 წლის თავზე დაახლოებით სხეული უკვე გახსნილია უკვე იმიტომ ისრაელში ცხელა ბევრად დიდ ჩვენთან და ეს გახსნის სუნი რომ გადაეფარათ იმიტომ უსვამდნენ ამ მურს და
ამ ნელსაცხებელს. ერთი წლის თავზე როცა იქ სხეული უკვე აღარ იყო იქ, ამ ძვლებს შეაგროვებდნენ და ქვის პატარა ესეთი სასახლესავით სყივრივით იყო კუბო ასე პატარა კუბო ასე თქო და იმაში ჩაყდნენ ამ ქვებს და ამ ძვლებს და კლდეშივე მიწაში უკვე დაფლავდნენ ხოლმე. ასეთი იყო დამარხვის წესი იუდაური, ებრაული და ეს შეასრულეს იესოზეც მათ შემურეს ნელსაცხებელი. იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იესო, იყო ბაღი, ხოლო ბაღში ახალი სამარხი, რომელშიაც მანამდე არავინ დაესვენებინათ. იქ დაასვენეს იესო იუდეველთა პარასკევის გამო, ვინაიდან ახლოს იყო ის სამარხი. და აქვე იყო ერთი ბაღი, გოლგოთა ნიშნავს თხელ, აი კეფის ადგილს, თხემის ადგილი ამას ვქებ, თხელ ადგილს. ის გოლგოთა იყო ქვის კარიერი. მაგრამ როგორც ჩანს, რბილი ქვა იყო ძალიან და არის მიტოვებული კარიერი იყო და იმას იყენებდნენ ხოლმე იუდეველები ჯვარს მისათვის. იქვე გოლგოთას ახლოს იყო ბაღი, რომელშიც იყიდა როგორც ჩანს სამარხი ნიკოდემუსმა და იქ დაასვენეს იესო ქრისტე ახალ საფლავში. აი იესაიასთან რო წავიკითხეთ ჩვენ ეს წინასწარმეტყველება ნახეთ, ბოლოს როგორ წერია მეცხრე მუხლი ნახეთ, მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და დიდართან ერთად იყო თავის სიკვდილში. ვინ იყო ეს მდიდარი? ზუსტად ეს ნიკოდემუსი და არიმათელი იყო მდიდარი ხალხი. მგლები, წარჩინეული მგლები და მდიდართან ერთად იყო თავის სიკვდილშიო. აი ესეც აღსრულდა, რომ საფლავი მას მდიდარმა კაცმა უყიდა მას საფლავი. სიკვდილი მისი მდიდარ კაცთან ერთად განიცადა მან. და იქ დაასვენეს უფალი პარასკევის გამო, ვინაიდან ახლოს იყო სამარხი, რადგან მოდიოდა შაბათი, ნახეთ, 3 საათს ხომ გარდაიცვალა უფალი და შაბათი რომელ საათიდან იწყებოდა? პარასკევის საღამოს 18 საათზე უკვე იწყებოდა შაბათი. საღამოს იწყებოდა მეორე დღე. აი, მაგალითად დღეს ხო კვირაა, დღეს საღამოს 6 საათზე უკვე იწყება ორშაბათი. მზერო ჩავა, ისრაელში მზერო ჩადიოდა, უკვე იმ დღედან იწყებოდა მეორე დღე. იმიტომ რომ სამყაროს შექმნის დროს ხო ჯერ ღამე იყო და მეორე დღე იყო, ხომ ასე იყო? იყო ღამე, იყო დილა, დღე პირველი. ამიტომ ებრაელები ასე ანგარიშობდნენ, რომ აიო, ჩავიდა მზე, ანუ ყვირის მზე ჩავიდა 6 საათზე და იწყო ღამე. ის უკვე არის შემდეგი დღე. ანუ შაბათი მოდის, ჩქარა, 6 საათზე შაბათი იწყება, ამიტომაც ჩქარა ჩამოხსნეს 3 საათზე აღსრულებული უფალი ჯვრიდან და დამარხეს იმ ახალ საფლავში და მიაგორეს ლოდი, როგორც წერია სხვა ადგილებში და ასევე აქ ამ ადგილას იოანე ამას არ ამბობს, მივიდნენ მთავრობლები მივიდნენო პილატესთან და უთხრესო, რომ ჯარისკაცები დაუყენეო იმ საფლავის ქვასო. ცვლებათო, რადგან ეგ ამბობდაო, რომ მესამე დღეს აღდგებიო, ამიტომ საფლავს დაუყენე ჯარისკაცებიო, რომ არ მოიპარონო მისი გვამიო და არ თქვანო მერე მის მოწაფეებმა, რომ აღდგაო მკვდრეთი და პილატე ეუბნება, თქვენ ყავთ ჯარისკაცები ტაძარში. მათ ყავდათ მართლა ძლევიანი ჯარისკაცები ტაძარში, წადით და თქვენ როგორც გინდათ ისე დაიცავით და ასე რომ საქმერიც არაფერი აქვს. საკუთარი ჯარისკაცები დააყენეს მართლა მთავრებმა იქ, ებრაელებმა და დარაჯობენ, რომ უფლის საფლავი არ დაიხსნას, მაგრამ ანგელოზი გადააგორებს ლოდს და უფალი აღდგება მკვდრეთით. ეს არის მე-19 თავი იოანეს სახარების. კითხვები თუ რამეა, შეგვიძლია შევაკვირდეთ. მაშინ დავასრულოთ ამით. მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ ყველას.